ხარ ჟურნალისტი არ მყოლია და ჩემთვის საინტერესო იქნება ეს გამოსვლება აუცილებლად, იმიტომ რომ ჟურნალისტთან პოდკასტი მაინც ესეთი არის გამოსვლა ადამიანთან ამ სფეროში. როგორ მოგვიყვა რა ხდება სამღვდელოებაში, საერო ცხოვრებაში რა ხდება ყველა ვხედავთ და აი როგორი ღმერთის იმედი თუ გვექნებაო და ღმერთს ყველა ეკლესიაში ვეძებთ. თვითონ ეკლესიაში რა ხდება ეხლა? მძიმე ამბავია მართლა, იმიტომ რომ ცალკეული რაღაც ამბები ვიცოდით კრებსების, ამით, იმით რაღაცებით, მაგრამ როდესაც პირდაპირ გიხდება შეხვედრა ასეთ ადამიანებთან პირისპირ, ასეთ ფაქტებთან შეხება, სურათი არის გაცილებით უფრო რთული, ვიდრე გარედან ვინმეს წარმოუდგენია და მეც კი ძალიან ბევრი ფაქტით გაუცებული დავრჩი, აი ბოლო ფაქტს რაც შეეხება, ქრონოლოგიურად ძალიან მოკლედ გეტყვით და მე კითხვები რაც გაჩნდება ამაზე ვისაუბროთ. მოკლედ ამბავი დაიწყო იმით, რომ ერთ მშვენიერ დღეს მარნეულის და ხუჯაფის ეპისკოპოსმა ბამბიანიდან განაცხადა, რომ მას წამლავენ და ეს მას მოუყვა მონაზონმა თეკლემ და მას წამლავდა ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი, ვინაობა არ დაასახელა, არც ინიციალებით, არც ასე, არც ისე. ასეთ დროს რა უნდა აქნა ახლა ჟურნალისტმა, რა თქმა უნდა, კითხვები დაიწყო იმით, რომ სად არის მონაზონი თეკლე და მან თქვა, რომ გაგდებული ყავს ეპარქიიდან და სად არის არ იცის, ერთი ეგ ამბავი იყო და მე ვინ არის ის მაღალი თანამდებობის პირი, ვინც წამლავდა. ანუ ჩვენ წარმოვიდგინეთ ახლა რაღაცა ციანიდის მსგავსი სკანდალი, თავის დეტალებით ამ. არც მისი ვინაობა არ დაასახელა. ლოგიკურად ამის მერე დავიწყე მონაზონის ძებნა, სად შეიძლება და ყოფილიყო გაგდებული, გაქცეული ან გადამალული. ამას ცოტა ხანში გავრცელდა ჩანაწერი, სადაც მოკლედ ეს მეუფე და დედაოს ჩანაწერი ფრაგმენტირებული და იქაც კი აშკარად ჩანდა, რომ რაღაცნაირად დადგმული შთაბეჭდილებას ტოვებს. აი, ჩვენ ხო ვსაუბრობთ, ახლა ეს არის დიალოგი, შენი კითხვები გაქვს, მე ჩემი პასუხები და ცოცხალი ამბავია, ხო? იქ იყო როგორ იცით? რაღაც დაწერილი ტექსტი, კითხვა და ჩასხაპუნებული კარგად პასუხი და რაღაც მეჭვიც გაჩნდა რა თავისთავად. დავიწყე მოძებნა და გავიგე, რომ მოკლედ ეს დედაოს ეს ყველაფერი, რაც მან თქვა იარაღის მუხარით, აღქმევინა მეუფემ და ის არის ნაცემი. და რა თქმა უნდა, ხა ასმაგად უფრო გამიჩნდა სურვილი და როგორმე მეპოვა ეს თეკლა. 21 საუკუნეა და გაგიკვირდება და თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით ვიპოვე. ქონდა ერთადერთი ფოტო ხედის და მოკლედ ChatGPT მითხრა, რომ ეს არის ყაზბეგი. ჩვეულებრივი ამბავი. ეს ყაზბეგშიც იყო ამის მერე მოკლედ როდესაც დავწერე, რომ მონაზონი თეკლე არის ნაცემი და გატაცებული, იქ ერთ-ერთმა პირმა დამიწერა ნიკოლო ჩქარეულმა, რომ ყაზბეგში არისო დედაო ჩემთანო და არის უსაფრთხოთო და მე ვთქვა, რავი, თუ არის, მაშინ იქნება ამ ფოტო დადოთან. ლოგიკურად რაც შეიძლება გაგჩენოდა, რომ ცოცხალი. ანუ მეორე დამთხოვა იყო ეს უკვე ლოკაციასთან დაკავშირებით ყაზბეგში. წავედი ყაზბეგში მოკლედ რა. წავედი, ჩავედი ჩემს მეგობართან ერთად, სამი ადამიანი ვიყავით სულ და დავიწყეთ ძებნა. ეხლა ესე ქუჩაში ხო ვერ დაიწყებ ძებნას დადგე და იცი რა იქნება მითხრათ. ეხლა თეკლას ატყავს დავალული. მივედით ერთ სასტუმროში, რომელიც გავდა ამ ხედს, ანუ წინ დანგრეულ შენობას ვეძებდით. ყველაფერი დაემთხვა თითქმის, მაგრამ არ დაემთხვა რიკულების ფორმა აივნის და ის არ იყო მოკლედ რა. მე ისევ ხერხს მივმართეთ, რაღაცნაირად ისე დელიკატურად, ისე მეკითხა, რომ არ გამოიწვევდა ეს რაღაც გაღიზიანებას, ნობის მოყარეობას, გაფრთხილებას წინასწარ ადამიანების და ერთ-ერთ სამსვენებელს იქ ცხოვრობს უბრალოდ უთხარით, რომ ეს ფოტო ხედი გამოგვიგზავნა ჩვენმა მეგობარმა, ტელეფონი აქვს დამჯდარი და ვერ ვაგნებ და სად შეიძლება იყოს ეს ხედი, იმიტომ რომ ყაზბეგში არის ზედა მხარეს, რაც მოვიარეთ, ის სასტუმროები არც ერთი არ ემთხვეოდა. და მოკლედ მან გითხრა, რომ ეს არის გერგეთის მხარე. არ არის სადაც ეხლა თქვენ დადიხართ, კი ყაზბეგია, ოღონდ გერგეთის მხარე. წავედით გერგეთის მხარე, ძალიან ვიწრო ქუჩებით, მანქანას როგორც ვარაულის და შევედით, ასფალტიანი გზა იყო, მოცემულობა ასევე რამ ფოტოზე და ვიპოვეთ აი საოჯახო სასტუმროში დედაო. მე შევედი მარტო ვიყავ ისეაც ეხლა თანხლები პირები ბევრი არ მყავდა
და დედაოს უთხარი რომ მასთან ვარ მოსული და ნუ იქ ატყდა წარმოუდგენელი ამბავი. ჯერ სასტუმროს მეპატრონების აგრესია, ტელეფონის წართმევა უნდა და დედაო გაიქცა, დაიმალა. ნუ ჩემი ამოცანა ის რომ კადრი მქონდა რომ დედაო იმ სასტუმროშია უკვე გარკვეულწილად შესრულებული იყო. ანუ მე რაც მინდა და ის ვიპოვე რეალურად. მაგრამ მე გაგრძელებული არ იყო უსაფრთხოდ, გაგრძელებები იყო ძალიან საინტერესო. მე მოკლედ რომ აღმოჩნდა რომ დედამ დაურეკა მეუფეს, მეუფე რომ ამბობდა რომ გაგდებულია და სად არის არ ვიცი. ეს იყო უკვე რაღაცა ჟურნალისტური იღბალი, სულ ვამბობ რომ ნიუსების ღმერთი მწყალობს თქო და ეგ იყო. მეუფე არენდო დედაოს რომ უთხრა რომ ელისოა მოსული და ვიდეოზარით დარეკვა და მე მოხდა რაც მოხდა მოკლედ ჯერ ვაიშეს პატრონს ეძახა, მე გამომაცხადა ცილის მწამებლა, არა და ჩასული ვიყავი ძალიან მარტივ რამეზე. თქვა კაცმა რომ მე წამლავდნენ, დედაო მიცის ეს ამბავი და შევთავაზე ინტერვიუს ფორმატი, ლაივის ფორმატი, აი სადაც ვერაფერს ვერ ამოჭრიდი. ნებისმიერი რამე შეეძლოთ ეთქვათ ამ საკითხთან დაკავშირებით. არ მისცა უფლება რომ დამლაპარაკება და საერთოდ. და ეუბნებოდა რომ ადვოკატის გარეშე ხმა არ გაიღო, არაფერი არ ქნა. აი რატო დაკითხვაზე ხო არ იყო? ჟურნალისტ ადვოკატი რატომ? ხო, დაკითხვაზე ხო არ იყო? იყო ძალიან მარტივი რამე კითხვებს და უსვამდი და მას ლოგიკურად ჩემთვის უნდა აეხსნა ვინ შეუკვეთა, რა ფორმატი იყო და ასე შემდეგ. ანუ მაშინვე იქ უკვე ცხადი იყო რომ ეს ყველაფერი იყო დადგმული და ეს ყველაფერი იყო იმისთვის რომ ვერ გაიყვეს ის თანხა რომელიც მიბარებული იყო ამ ხარებასა და შინჯიკაშვილის დაპირისპირების დროს და ვერ გაიყვეს გავლენები. იმიტომ რომ ის თანხა არის და ის ამბავი არის, აი მაშინ ახალგაზრდებს უქცევდნენ ხოლმე და თანხას აი ნახეთ, მე ვიყავი ადამიანი, რომელმაც შინჯიკაშვილის ზონდერები ბამხილე, ფოტოებით, სახელები და გვარები გამოვდე, მათ შორის გმირთა მოედანზე ბავშვებს როცემდნენ. არც მეუფეს, არც დედაოს, არც არავის ვინც ეხლა ილანძღება. ამაზე არც პროტესტი ქონიათ და არც პოზიცია არ გამოუხატავთ. ისიც პოზა იყო მეუფის მხრიდან, როცა ამბობდა, რომ აი ზია ამაღლობა სოლიდარულად, მას იმ მომენტში ჭირდებოდა ჟურნალისტების რაღაც მხარდაჭერა და ამის გამოხდებოდა ეგ ამბავი და შესაბამისად თავისთავად დამემუქრა ღიად და ჩანდა კიდეც იქ იმ ლაივებში, რომ ეხა მოგხედავენ შენ ისინი, შენი ჩემი მოხევეები მოვლენ და მანდ მოგხედავენ, რავი და გარეთ ტიტუშკები მართლა იყვნენ, გადავიღე ეს რომლებიც მე თავს იმართლებდნენ რომ უბრალოდ ცხოვრობდნენ. და ანუ მე ხო იქ ცხოვრობდა, ჩემთან ასე გაიმართლეს თავი, მაგრამ მეორე დღეს უკვე როცა პოლიცია მოვიდა, იმიტომ რომ ამ უქარებზე როცა ვთქვი, ლაივის დასრულებისთანავე გავედი გარეთ, რომ მენახა ის მოხევეები ვინ იყვნენ და ვინ გამისწორდებოდა, აღმოჩნდა რომ ორი ვიღაცა ძალიან ის არ ქვიან, აი ცხინკიანი, აი სხვა სიტყვა არ მაქვს, ტიტუშკა რაღაცა კაპიშონი და მე აუცხო რანაირად ცხოვრობ სასტუმროში, როცა 2 საათია უკვე იქა ვარ და ახლო-მახლო არ გამოჩენილხა და მოკლედ მეორე დღეს იქ ბოდიში მოიხადა ერთმა დამირეკა, რომ ჩვენ მეუფემ გითხრა რომ დედაოს იტაცებენო და მაგიტომ მოვედით ხო პოლიციასთან ვინ მოვიდა მე არ ვიცი, არავისთან შეხება არ მქონია. პოლიციაში ვიყავი, როდესაც პოლიცია მოვიდა, ჩვენ მეც და დედაოც გადმოიყვანეს პოლიციაში. საინტერესო დეტალი იყო ის, რომ როდესაც სასტუმროში მისი ოთახი დაათვალიერა პოლიციამ, ჩემი ინფორმაციით, ფირცანაგი იყო გადებული, ანუ ფიცრები ტყის მხარეს ფანჯრიდან. რომ გადამწასული იყო ეთყობა თუ თავდასხმაზე, ან თუ ვინმე მივიდოდა იქ, არ ვიცი, ანუ გაქცეული იყო რა, მოკლედ დედაო და მართლა ვერ ხვდები ამას, თუ არ იცოდა სად იყო, გადამალული არ ყავდა და იზოლირებული არ ყავდა საზოგადოებისგან. რატო იყო ეს გასაქცევი ამბავი, რატო იყო, ან რატო დამალვა საერთოდ. როდესაც იცი რა, ყველაზე მთავარი ამბავი ასე დროს ყოველთვის არის საჯაროება, ჩვენ ხო ვიცით არა? ანუ თუ ვინმე გემუქრება, საჯაროდ უნდა ამხილო, რომ ეს ადამიანი მემუქრება, სიტუაცია არის ასეთი, საფრთხეში ვარ და რაღაცა ძალოვნებს პროკურატურას უთხრა რომ გამოიძიეთ. პროკურატურასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა, არაო, მე არ ვითანამშრომლებო და დედაოც ყავდა გადამალული და ესე რა გამოვიდეს, რაღაცა შეთქმულების თეორია მოიგონა და ამ თეორიისთვის უნდა დაგვიჯერებია კითხვების გარეშე, ისე რომ კითხვები არ დაგვესვა და ძალიან ბევრი კითხვაც დავუსვით და მომავალში აუცილებლად დაისმება, იმიტომ რომ მე შეხვედრას, ანუ მე რასაც წერდი რა ინფორმაციაც მქონდა, რომ მეუფემ შინჯიკაშვილი მიიყვანა თავის რეზიდენციაში, მამა ანდრია ორმოცაძეს თხოვა და მიიყვანა ტრაპეზზე, თითქოს და არა საქმის გასარჩევად. იქ დაიწყო საქმის გარჩევა, მოკლედ იწერდა მას, იწერდა ამ შეხვედრას იწერდა თავად ჯამდელიანი, იარაღის გადატანის კადრებიც ყველამ ნახა და საერთოდ ეს ეპარქია გაძეძგილია იარაღით.
შეიარაღებული ადამიანები ყავს მას იქ გარემოცვაში და არ ვიცი თვითონ აი ჩანს იქ ძალიან კაფეო დედაოს ეუბნება რომ მოკლავ და მუქარაა ეს ჩვეულებრივი მე რა რომ სასულიერო პირია სასულიერო პირებისთვის ცალკე კანონები არსებობს ამ ქვეყანაში არა ხო თავისთავად ცხადია და დანარჩენი იქ რომ რაღაცა ადამიანებს ბრალს დებს და იცი რა მე ვითხოვ ეხა მეუბნებიან რომ აი მეორე მხარეზე რატო არ წერ მეორე მხარეზე იმდენი მაქვს ნაწერი რომ აი ვერავინ ვერ დამეწევა მართლა იმიტომ რომ შინჯიკაშვილებზეც და შინჯიკაშვილზეც და იმ ზონდერებზეც პრობლემა რომ აი მეორე მხარეს თუ ებზუშვით მეორე მხარეზე იცი რა მე მინდა პირველმა მხარემ დამაჯეროს იმაში რომ მეორე მხარე ნამდვილად კლავდა მეუფეს და რა თქმა უნდა ყველანი ჩავერთვებით იმაში რომ ბოლომდე უბრალოდ ამათ არ მოსწონთ რომ ჩვენ ვსვამთ კითხვებს და უნდათ რომ ეს მოცემულობა რასაც გვეუბნებიან უპირობოდ მივიღოთ დავიჯეროთ და როდესაც იქ იყო იმ ჩანაწერშიც კარგად ისმის შინჯიკაშვილი ამბობს რომ ამოიღეთ ტელეფონის ჩანაწერები და იმ ტელეფონის ჩანაწერებში თუ არის მესიჯები რომ მე მასთან არ შეხვედრას ან რამე გეგმა შემოდიოდა სუსი ჩემს ტელეფონში და მესიჯებს შლიდაო თუ რაღაცა ეგეთი აბსურდული რამე მოვისმინე და არ დავიჯერებ როცა ვერსიას მეუბნები კითხვებს დაგისვამ და უნდა დამაჯერო შენ მე და მტკიცებულებებიც ამ მონაზვნის ჩანაწერის გარდა სულ მეუბნებ სუტროლები მოდიან აღარ რეალური პირები თითქმის არა ერთადერთი იყო საჯარო მოხელე დღეს დავდე მისი სკრინი რომელიც ჰომოფობიური განცხადებებით გამოირჩეოდა და ჩემს თანამშრომლებს გადმოწვდა მოკლედ რა და ეთყობა არ იცის ამ გოგომ რომ ჩვენ ვხვდით მას ბიუჯეტიდან ხელფას და არა მეუფე იქ მესტიაში სადაც კულტურის ცენტრში სადაც მუშაობს და სუტროლები არიან და ყველას პასუხობ ყველას ვეკითხებია კონტრარგუმენტებს მაგრამ არა აქვს არგუმენტები მე გადმოდიან ამ ზღვაზე მოკლედ და არ მივიღებ უპირობოდ არც შინჯიკაშვილის ვერსიას და არც მეუფე გიორგის ვერსიას ჭირდება მტკიცებულებები და გჭირდება გარკვევა ჯერჯერობით აქამდე სადაც მოვედით ყველაფერს იტყუება ყველა ფაქტი აღმოჩნდა ტყუილი ისევე როგორც დედავამ თურმეს სადა თვითმკვლელობა და გამოვაქვეყნე მე ეს სკრინი რომ თვითმკვლელობა ეპარქიიდან ის გააგდეს რაღაცა ვიდეო დასერილი ხელებით ჩაუგდო და დახმარებას თხოვა შინჯიკაშვილის დაასდა თუ შინჯიკაშვილი მოძალადე იყო მას ემუქრებოდა და მკვლელობას აიძულებდა მის დასთან ლოგიკურად არ მიხვალ ხო პირიქით ეუბნება რომ იქ იოსმენს არ ვენდობი და გეხვეწები შემახვედრა როცა საქართველოში დაბრუნდა აი ეგეთ აბსურდთან აქვს საქმე რეალურად გავლენის სფეროების განაწილებაზე მიდის ლაპარაკი მიდის იმაზე რომ აი ვის დარჩება მარნეული და ვის დარჩება ზოგადად ესა რა ქვია ან მთელი ამბავი არის რა ადამიანი რომელიც მეუფე ძალაუფლება აქვს სარეგიონო ესე ვთქვათ ცხოვრებაში იძახის რომ ის ადამიანები რომელსაც ახლა მთელი საქართველოს ვებზვით და სელი საქართველოს მათ წინააღმდეგ მივიდივართ იქიდან გამომდინარე რომ საქართველოს მიექანებენ რუსეთისკენ და პირიქით ანუ ხალხი გვერდში დაუდგება მამაო თუ გამოვა და იტყვის რომ აი შვილებო აი ნახეთ მე მწამლავდრე იმის გამო რომ მაგალითად მე სოლიდარობა გამოხატე თქვენს მიმართ თქვი რომ აი ბავშვებს არ ყოფილა აღონ ეგეთ სოლიდარობა არასდროს ძალიან ცოტა სასულიერო პირი იყო ვინც აქციებზეც დადიოდნენ და აქციებზეც დადიოდნენ და ბავშვების მიმართ სოლიდარობას გამოხატავდნენ მათ შორის ეს ხალხი არ იყო გუჯაბის ეპარქიიდან ვარ უცებ ხედავთ რომ ეს მამაო იძახის რომ წამლავდნენ ამ ადამიანს მოტყუებით იბარებს მერე იარაღს უტენის ჯერ ისის გასაკვირი არის ანუ მამაო რატო დადის იარაღით და მამაოები შეიარაღებულები რატო დადიან ანუ და საოცარი თუ ახლა მოიყვანენ თორნიკე ერისთავი ბერად რო აღეკვეცა წავიდა ომში ოღონდ ომში არ იძახდა ის რომ ბერი იყო იმ მომენტში არ იყო ბერი მონასტრიდან წამოსული იყო ამ ყველაფერს თუ აკეთებენ აი მათ შორის იყო ცოტა ისეთი პიკანტური საკითხი არის დედაო თეკლას მიმოწერები ანუ ეგ პირადად ჩემი საქმე არის და მაგას არ განვიხილა უბრალოდ რა მიმოწერს რა შინაარსი იყო უბრალოდ ისეთი ამბავი არის რომ თუ ასეთი შინაარსის მიმოწერა არსებობს და თუ ასეთი საერო ცხოვრებაში გინდა დაბრუნება უნდა დაბრუნდეს საერო ცხოვრებაში არავის პირად ცხოვრებას არ ვიკითხავთ რომ ჩვენი საქმე ეგ არის იმიტომ რომ ეხლა მაგალითად ხო მამაოსა რომ მიხვიდე ხო შენ ცოდვილი ხარ შენ იტყუები შენ ცოდვაშადი ხარ რაღაც მრუშობ მაგალითად ზედმეტი რაღაც გინდა ღვთის კრეხელი ხარ ეხლა მაგალითად ჩვენ რო ვაკეთებთ ჩვენ ღვთის მობები ვართ მათი აზრით კრეხელები ამ დროს კრეხელები ჩვენ კი არ ვართ არიან ისინი ადამიანები რომლებსაც ანაფორა აცვიათ და გამოდიან და ლაპარაკობენ იმას რომ იცით რა მე ანაფორა მაცვია ყველაფერი მე უნდა დამიჯეროთ და ამ დროს
პულისებს უკან ხო? იარაღს ტენიან, არ შეიძლება ეგეთი რაღაცა. არა, ან რა თქმა უნდა. საერო ცხოვრებაში უნდა დაბრუნება და ამ დროს იქნება ასეთი სცენა, რომ ეს ადამიანი აბრალებს მეორე ადამიანს, რომ ეს ადამიანი წამლავდა ჩემი დედაოს დახმარებით. ოღონდ ნახეთ მე გვაბულინგებენ. მე მაგალითად ჩემი მისამართი, ვიცი რა შინჯიკაშვილს იცავ? და ჩვენ ვიცით ყველა მახლა შინჯიკაშვილი იყო გუბერნატორის მოადგილე ამ სისტემის ნაწილი და მას თავისი რაღაცა ძალიან ბევრი ამბავი შეიძლება ჰქონდეს ისეთი რომელმაც დააზიანა ის თავის დროზე და მომავალშიც ალბათ მისთვის ეს ტვირთი იქნება, მაგრამ იცი რა, როცა ადამიანი, და შენ მისი ადვოკატი გახდი, ოჯახის ადვოკატი კი არ გავხდი. ყველა ადამიანს დავეხმარები, ვისაც მისი სიმართლის დამტკიცება მოუნდება და ჩემი დახმარება ამ საქმეში. მეორე მხარეს გამოდმებით თხოვ მტკიცებულებები მითხარით, რა გავთ? ნახეთ, თხოვე ჩავედი ყაზბებში. ვიპოვე დედაო, თხოვე რომ გინდა ინტერვიუს ფორმატში, გინდა ლაივ ფორმატში, რა ფორმატშიც გნებავთ იმ ფორმატში ვისაუბროთ. ლაივში ხო ვერ ამოვჭრიდი, აი რომ ზიხარ ახლა ადამიანს და ლაივში ელაპარაკები, რასაც მეტყოდა შინჯიკაშვილზე, ზონდერებზე, მოწამვლის საშუალებაზე, ხო ვერ ამოვჭრიდი, ხო? ანუ თუ ფიქრობდა რომ ინტერვიუს დროს შეიძლება რაღაც დამენდო და რაღაცები სხვანაირად გამეკეთებია. უარი მითხრა ყველა ტიპის ფორმატის ურთიერთობაზე. რამდენჯერმე ვიწერე და ვთხოვე ინტერვიუ ან ინტერვიუს გარეშე მოეყოლა მეორე მხარეზე რა ესა მასალები ქონდა თუ კომპრომატები ქონდა თუ ასე შემდეგ, რომ მას არ გამოვაჩენდი ესეთ შევთავაზე. ჩავედი მარნეულში, კვირას წირვაზე მინდოდა რომ მეუფე მენახა, მივედი მე წირვაზე არ იყო, მივედი მის რეზიდენციაში და კარი არავინ არ გამიყო, ჩავედი სასაუბროთ რომ მისი არგუმენტები მომესმინა. ანუ ჟურნალისტმა რაც უნდა გააკეთოს, ეს გავაკეთე. დაიმალა და მე დაადო რომ რაღაც სადღაც სხვა ტაძარში შორს სადაც იშვიათად წირავს ხოლმე იქ ქადაგებდა. და აი როგორ უნდა მოახერხო ადამიანმა მეორე მხარის პოზიციის დაცვა, თუ მეორე მხარე შენ არ გეთანამშრომლება და თავის მასალებსთან ვერსიებზეც კი არ გელაპარაკება. უბრალოდ იცი რატო? იმიტომ რომ მათ გადაწყვიტეს რომ ესეთი ბრალდებები ყოფილიყო, ეს ბრალდებები მიგვეყო უპირობოდ და დაგვეჯერებია, სიტყვაზე უნდა ვდობოდით, კითხვები არ უნდა დაგვესვა და მტკიცებულებები არ უნდა მოგვეყო. ანუ ადვილად რო თქვა გამოდის რა, რომ ამათმა ერთმანეთში ფული და ძალაუფლება ვერ გაიყვეს. და უნდა ხარ ჩვენ ვიყოთ ავტომატურად რა კი მეორე მხარეს დგას საეკლესიო პირი, ავტომატურად ვიყოთ ეს მხარე. ეს ხალხი ისედაც გაბრაზებულია შენზე და ეხლა მე ამ ხალხს მოგიქცევ შენ. კი, ეგრე იყო ზუსტად. ეგ არა, ჩვენ არავის მისაქცევები არ ვართ ამ თავრობასაც, იმიტომ ვებძვით რომ ხედავთ იმას, ანუ ესე არა ვიღაცა არ გვეუბნება რომ აი წადი და იბრძოლე. ანუ ვიღაცამ რომ მითხრას რომ აი წადი და იბრძოლე, ხო? რატომ? მე თუ არ დამინახია, ხო და ეს ხალხი მით უმეტეს ახალგაზრდები რატოღაც გონიათ შტერები რომ რასაც ხო კითხვები რატო არ უნდა დაუსვათ? ანუ ერთ-ერთი კარგი რაც არის ამ ჩემთაობაში, ანუ მასობრივად რაც არის ყველას აქვს კითხვა, რატომ? რისთვის? კი ბატონო. ანუ რაღაცა სულაკეთის არაფერს არ ვაკეთებ. ძალიან ლოგიკურია. ანუ ფული ვერ გაიყვეს, სხვათა შორის ის ფული ვერ გაიყვეს, რომელი ფული უნდა დარიგებულიყო ჩვენი ცემის გამო. კი ბატონო. და სხვათა შორის მეც აი სტუდიასთან აი დამფუძნენ, აი წერა რომელი კუთხიდან შემოთ იქ დამფუძნენ მეც და ანუ ეს ფული ვერ გაიყვეს და ეხლა ანუ ჩვენი გამოყენება უნდათ იმ ფულის მისაღებად, რომელიც უნდა აიღოთ ჩვენ ცემაში. ხო, არა, სასაცილო არის, აი თელი ეს ამბავი არის, სასაცილო და მე მაინტერესებს კიდე ერთი ამბავი, რომ ანუ ამ ყველაფერი რო ხდება ეპარქიებში. ანუ წესით პატრიარქამდე უნდა მიდიოდეს და სინოდის კრება უნდა იკრიბებოდეს და ჩვენ როდის გავიგეთ? სავარაუდოდ ალბათ ასეც იქნება, მაგრამ ჩვენ საერთოდ როდის გავიგეთ, იცი ვიზე იყო საუბარი? ხადაგებაში არ თქვა საერთოდ არაფერი, პროკურატურასთან არ თანამშრომლობა, არც ერთ ინტერვიუში სახელი და გვარი არ მკარდა. ანუ უნდა გვემკითხავა, ვინ იყო ის თანამდებობის პირი, თუ მათ ვერსიას დავუჯერებდით, რომელიც ჩვენზე, რომელიც მას წამლავდა. მე რაღაცა შეკრე საეპისკოპოსო უქმი გამოსცა და თქვა, რომ გუშუს იქაც ინიციალებით მოიხსენია, არანაირი ვალდებულება არ ქონდა მას, რომ სახელი და გვარი დაეფარა, დასაჯა 20 წლიანი უზიარებლობით. მესმის კი ბატონო. რომ შეიძლება მორწმუნესთვის 20 წლიანი უზიარებლობა დიდი სასჯელი იყოს, მაგრამ ვინაობაც კი არ გაგვემხილა. ისე გადაწყვიტა, რომ უპირობოდ უნდა დაგვეჯერებია მაგ კაცისთვის და მერე გავიგეთ ჩვენ ვიზე იყო საუბარი აქ და ვინ იყო ის ადამიანი, ვინც დასაჯა. მაგრამ აქ მოხდა კარგი რამე, რომ იმდენი მასალა გამოქვეყნდა მერე გზადაგზე და იმდენ რამეში იქნა მხილებული ჯამდელიანი, რომ საეპისკოპოსო შეიკრიბა წინა სინოდალური კომისია, რომელმაც მოისმინა არგუმენტები
და მიმართა პატრიარქს შეეჩერებია ამ საეპისკოპოსო ოქმის მოქმედება. ანუ ეს გამოვიდა, რომ რეალურად უკვე სინოდის წევრებმა თქვეს, რომ ეს ადამიანი სწორი არ არის ამ თავის გადაწყვეტილებაში და არასწორად მოიქცა. მე ველოდებ და იქ სხვათა შორის იმ განჩინებაში პატრიარქის წერია, რომ სხვა საკითხების გარკვევამდეც ეს ოქმი უნდა შეჩერდეს. ანუ დაანონსებულია, რომ სხვა საკითხებიც უნდა გაირკვეს. ვერ დარჩება ეს ფიზიკურად ასე, იმიტომ რომ მას როგორც ეპისკოპოსს აქვს აღთქმა დადებული თავისი ვალდებულებები აქვს, საეკლესიო ვალდებულებები და უცებ ვიგებთ, რომ მას ყავს ცოლი. და არ შეიძლება ეს არის აი როგორი მომაკვდინებელი ცოდვა, რა თეოლოგები საუბრობენ ამაზე უფრო დეტალურად. და მე მათგან განსხვავებით, რომლებიც ამბობენ, რომ აი იცი რა შინჭიკაშვილიც ამბობდა და მასე რატო არაფერს არ წერს. მე მათგან განსხვავებით მტკიცებულება დავდე, რომ ჯამდელიანს ნამდვილად ყავს ცოლი. მართალია მან ქორწინების მოწმობა, ჩანაწერი, ხელმოწერილი მეუღლე ყავს. აღკვეცის მერე მოიყვანა ცოლი. კი, აღკვეცის მერე და ეპისკოპოსი რო გახდა, მერე მოიყვანა ცოლი, ხელიც ჰქონდა მოწერილი და მან თავისი გავლენები გამოიყენა და საჯარო რეესტრიდან ეს ხელმოწერის აქტი გამქრალია, მაგრამ დაავიწყდა რა განქორწინების აქტი დატოვა. იმიტომ რომ როდესაც ეს ამბავი გახმაურდა, საპატრიარქო მას კატეგორიულად მოთხოვა, რომ განქორწინება გაეკეთებია. და მე დავდე განქორწინების მოწმობა თავისი QR კოდით, ნომრით და ყველაფრით, ხო? ანუ ქორწინება რო არსებობდა, იმიტომ არსებობს, ხო ეს განქორწინების მოწმობაც და შესაბამისად, ხო, მეტი მტკიცებულება კიდე რა უნდა იყოს, გარდა იმისა, რომ ყველა მიცის, რომ დიახ, მას აქვს, მას ნამდვილად ყავს მეუღლე. და მე ველოდები, რომ სინოდი მას ყველაფერს გვერდს უბრალოდ ანუ ეს ფიზიკურად ვერაულის აი როგორი, იმიტომ რომ ხო, საზოგადოება მიცის და მტკიცებულებებიც არის პრობლემატური არის რა და მათ შორის ან პოდკასტების დავიწყე არასაჯაროობა არის ყველაზე ცუდი რამე. პოდკასტების მაგიტო დავიწყე, რომ ხშირ შემთხვევაში ხო ტელევიზიებში ხო, ანუ თემას ვერ ვუხვევთ. ანუ არის კონკრეტული თემა და იმ თემის გარშემო ვლაპარაკობთ და ძალიან ბევრი თემა გროვდება რის შესახებაც ხალხმა უნდა უფრო მეტი დეტალია საჭირო, კი. პოდკასტებიც არის ამისთვის, რომ სხვადასხვა ადამიანი მომყავს, მაგალითად სხვადასხვა პარტიებიდან, მათ შორის სხვადასხვა ადამიანები, რომლებიც მაგალითად კონკრეტული დროის წინ ერთმანეთთან დაპირისპირებულები იყვნენ, ყველა მომყავს იმის გამო, რომ ყველამ თავისი მხარე თქვას და მე ხალხმა გადაწყვიტოს, ანუ რა, როგორ და რანაირად, იმიტომ რომ ეს სიმართლე არ უნდა იყოს დამალული რა და დავიღალეთ ხალხი იმითი, რომ კულისებში რაღაცა ლაპარაკი მიდის. კულისებში ლაპარაკით, ხო, აი, როდესაც ხალხამდე მიდის, ხო, იმ ხალხმა რო არის ის რა ხდება, ხო? სატელევიზიო სიუჟეტში ვერ ჩაატევ ყველაფერს, რაც შეიძლება ტელევიზიური იყოს სიუჟეტში, მაგალითად ოფისებში რომ მიმდინარეობს ხოლმე რაღაცების განხილვა, ხო? პოლიტიკოსი, ხო, შენ ხარ, როდესაც პოლიტიკოსი ხარ, შენ ხარ მსახური იმ ადამიანებისა, ვინც შენ გირჩევს. თუ ოპოზიციაში ხარ, მაინც ანუ არ აქვს მნიშვნელობა შენ ხმას იღებ და იმ ხალხის მსახური ხარ, რომელიც ხმას გაწევს. იმ ხალხმა შენი ყოველი ნაბიჯი უნდა იცოდეს, რას და როგორ აკეთებ. აბსოლუტურად გეთანხმებით. განსაკუთრებით უფრო მაღალი პასუხისმგებლობა აქვს სასულიერო პირებს. სასულიერო პირები ხო ცალკე საკითხი არის, იქიდან გამომდინარე, რომ მათთან მივდივართ. აღსარებაზე ყველაზე მეტად მათ ვერ აი, მან ყველაზე მთავარი ერთ-ერთი რაც იყო, რაც თეკლა მე მითხრა უკვე მე მიხმა საუბარში, რომ აღსარების საიდუმლოებებს იქ იწერდნენ. თეკლას აღსარების საიდუმლოც ხო ჩაწერილია რეალურად და მე მოყვა ის ვიძულებით ჩანაწერი და გამეორება და ასე შემდეგ და მე მას ვკითხე, რომ საიდან რამდენი ხანია ეს რაც იცით ხო, რა შინჯიკაშვილმა მითხრა, ეგეც მითხრა. მე ვკითხე, რომ რა ურთიერთობა გქონდათ ამ შინჯიკაშვილთან ასეთი, რომ თქვენ გითხრათ მეთქი რა, რომ აქ კამერებია და აღსარების საიდუმლოს იწერენ და გაჩერდა, იმიტომ რომ მიხვდა, რომ უკვე ამ კითხვაზე პასუხზე ვერ წამომყვებოდა. და მითხრა, რომ სექტემბრიდან ვიცია და წარმოიდგინეთ სექტემბრიდან ამ დრომდე სანამ ეს სკანდალი საჯარო იქნებოდა, რამდენი ადამიანის აღსარება შეიძლება ქონდეს ჩაწერილი და რამდენი ადამიანი შეიძლება იყოს შანტაჟის მსხვერპლი, ისევე როგორც მონაზონს როგორ შეეძლო ასეთი საიდუმლო ცოდნოდა და ეს საიდუმლო არ გაემხილა, რა ვიცი რა 10 თვის განმავლობაში. წარმოუდგენელი ამბავია ნამდვილად. ხედავთ რა, რომ ირღვევა მე უფემ აღარ უნდა მოიყვანოს ცოლი და ეპარქიაში რომ მიდის ცოლი აღარ უნდა ყავდეს, ხედავთ მაგას, ხედავთ დედაოს, რომელსაც საერო ცხოვრებაში დაბრუნება უნდა, მაგრამ არ უნდა. დაბრუნდეს, არ არის პრობლემა და ხედავთ რომ აღსარების საიდუმლო ირღვევა, ანუ იარაღი ტრიალებს ფული გაუყვეველი წარმოება. მათ შორის ამ ბოლო ხანებში ნახე, რომ ერთ-ერთი მამაო იძახდა და გამოვიდა ტელევიზიით, რომ მე მივდივარ სინოდთან, რომ მამაოები და ეპარქიაში მყოფი ხალხი არიან ნარკოდამოკიდებულები.
კი, ნარკოტიკები ცალკე თემაა. ნარკოტიკი იარაღი, იმიტომ რომ სუსის კრებსებში, რომელიც ჩვენ რამდენიმე წლის წინ მივიღეთ ყველამ, იქ ძალიან ბევრი მამაოა მხილებული ნარკოტიკების მოხმარებაში, შეძენაში და გასაღებაში მათ შორის და თუ გახსოვს მე როცა დავიწყე ამ ბარიგებთან ბარიგებზე ბრძოლა და რაღაცა ვიდეო მასალებს და ყველაფერს ვაგროვებდი, ერთ-ერთი იყო ორი ეს არა ქვიან მოდელი კაბით როგორ ეძებენ ფაქტს სადარბაზოში. ხო, სადარბაზოში, სოჩიკებთან. ეგეც არ ვიცი, დასჯილები არიან ეს ადამიანები, ისევ კაბა აცვიათ თუ უბრალოდ მე მაგაზე მახსოვს რომ იძახდნენ რომ ერთ-ერთიო მისიო მრევლიო იყო დამოკიდებულიო და მრევლს უთხრესად იყო და ამან აიღოვო რომ იმას არ იყო პოლიციას მრევლი თუ დამოკიდებულია კლინიკაში უნდა წაიყვანოს და ნარკოტიკით არ უნდა მოხმარდეს. ჩვენ კანონმდებლობაში გათვალისწინებული არის ის რომ თუ მამაო არ დაიბარება როგორც მოწმე თავისი მრევლის კი, რომ ადვოკატს მამაოს და ჟურნალისტს ვალდებულება აქვს რომ საიდუმლო დაიცვას, მაგრამ ჩვენ ახლა მოვიხსნეს კანონით ეს რომ წყარო უნდა გავამხილოთ და რაც არ უნდა კანონი მიიღონ არანაირ წყაროს გამხელას არ ვაპირებ ადვოკატი და მამაო ნამდვილად ხო და ამ შემთხვევაში ან შეეძლო მამაოს იმის თქვა პოლიციაში დაიყო და ეთქვა რომ იცით რა ესეთი ამბავია ჩემმა მრევლმა მითხრა რომ სად დაუტოვეს მას ნარკოტიკი აიღეს ნარკოტიკი და მით უმეტეს ხელყვალზე მიეგროთ იმ გამსაღებლის ვინც მიიტანა და არა აიღეს ნარკოტიკი და ხედავთ რას რომ აქ არის ჩვეულებრივი მაფიოზური კლანი არა თუ მამაოები და არა თუ ის ხალხი რომლებიც მაგალითად ბიბლიას უნდა გვასწავლიდნენ უნდა მივდიოდეთ მასთან ხედავთ რომ არიან ჩვეულებრივი ის რა ქვია მაფიოზები ასეა ბიზნესები ვილები მანქანები იარაღი ნარკოტიკი ქალები ანუ კვადრატული მეტრი აპარტამენტები აქვს ინგოროყოს ქუჩაზე მამაოს შიდა და გარე აუზებით საუნებით და ასე შემდეგ. აი მე მაინტერესებს 750 კვადრატული მეტრი. იქ ვიღაცამ დამიწერა მამამისი პროკურორი იყო. მამამისი პროკურორის ქონებაც ვიცი რა ქონდა და ისიც ვიცი ეხლა რა აქვს ამას და ხო საიდან $500,000 ღირებული ცხენი. კაი დაუშვა ცხენი აჩუქეს, მაგრამ ეს ამხელა აპარტამენტები აჩუქეს და თუ აჩუქეს არქით ახლა. აი ყოველთვის ვიძახ ხოლმე იმას რომ მაქვს ხოლმე ამაზე საუბარი რომ რატომ იყენებს მამაო ასეთ ძვიან რაღაცებს ან მაგათ მანქანას ტელეფონს ეს რა ქვია იარაღზე აღარ მაქვს საუბარი საერთოდ ანუ ჯვრების რო ავიღოთ ხო ანუ კიდია ძალიან დიდი ოქრო ჯვრები კი ბატონო პუპუნების დემონსტრირება პუპუნების შეერყანაში სადაც ყოველი მეოთხე ბავშვი შემშილობს და ყველა ეკლესიასთან არიან ხალხი რომელიც მოწყალებას ითხოვენ აი ხა მაგალითად რო ეს მანქანები შეწირული მანქანები რაც არის აი კი ბატონო ამას არ უყიდია თავისი და შემოსავალი ვინმე შესწირა მანქანა. არა. რატო არ გიოს ის მამაო რომ მე კი არ გამოიყენო ეს ფუფუნების საგანი. მოდი ეხა მე ამას ავდგები და გაჭირვებულებ და მივიცე იმიტომ რომ სჭირდებათ. არა მაგას არავინ არ ფიქრობს და აი ბიბლიაში საწერია ის რომ მე განსაკუთრებით თავს მესხმის მათი მრევლი რომ აი შენ რა უფლება გაქვს რაღაცა ცივი დასწავლა და რაღაცა ხილება არ არის ცოდვა, ხილება არ არის ცოდვა და არც არავის არ განვიკითხავ. ჩემი ამოცანა არის რომ ეს მრუშობა, გურდობა, აბაზაკობა, ნარკოტიკის მოხმარება, როგორც ჟურნალისტმა, ვამხილო და რა ვიცი ხა. ანუ ისინი თუ საერთოდ ცხოვრებაში ასე ერევიან, აი ძალიან ადვილი არის, ისინი თუ საერთოდ ცხოვრებაში ასე ერევიან, მაშინ ასე ერევიან არჩევანის თავისებლებაში თავისი მრევლის ასე ერევიან რაღაცა სხვადასხვა ფორმატის ურთიერთობების განხილვაში გადაიქცნენ რაღაც ქუგდებაც ხედან და არჩევენ ამ ადამიანების საქმეებს და არა ეს უნდა დასრულდეს და რამდენიმე უფეთს იქნება სამხილებელი ყველას ვამხელა პლუს ამას გასათვალისწინებელი არის რა რომ ადამიანები რომლებიც ამას აშავებენ და ცალკე ადამიანები რომლებიც ამ დანაშაულზე ხელსაფარებენ. კი. იმიტომ რომ შანსი არის საერო ხელისუფლება, რომელსაც საეკლესიო ხელისუფლება ჭირდება არჩევნებზე, იმიტომ რომ გამოიყენოს ამისთვის და მუდმივად ასხავს ფულს, მილიონებს, განკარგულებები გამოდის მთავრობის რომ მიწების გადაცემა, ფული და ასე შემდეგ იგივე მეუთხე შემთხვევაში ზუსტად ეგრე იყო ნახეთ რომ ის მიწა რომელიც მას აზერბაიჯანი საქართველოს საზღვარზე სტრატეგიულ ადგილას ქვეყნის განაპირას გადაეცა ხუჯაბის ეკლესიას მიწა იმისთვის, რომ აეშენებია სამონასტრო კომპლექსი. მივედი დამხვდა იქ ტირ პარკი და ნუ ბორდელი.
და გადასცა ეს მიწა, სადაც უნდა იყოს სამონასტრო კომპლექსი, მარტივ გზას შეპესეს, რომლის 100%-იანი წელის მფლობელი არის მისი სიძე. ადრე ჭიტაძე, რომელსაც ვეძებდი და მეუფის სიძეს ეპარქიის მიწაზე, სადაც უნდა იყოს მონასტერი, გახსნილი აქვს ტირპარკი, ვინც ტირპარკი იცის, ყველა მიცის რაც არის ეს მანქანები, ტრაილერები შედიან, ისვენებენ, ბაღშმობენ და სხვა საქმეებითაც არიან დაკავებულები, ყველა მიცის ეს რაც არის და იმის მაგია რომ იქ აზერბაიჯანის საქართველოს საზღვარზე ისმოდეს გალობა და ისმოდეს რა ქვიან წირვალოცვა არის ტირპარკი და ბორდე. ძალიან კარგად არის. მივედი ადგილზე, იცი რა დოკუმენტი როცა გამოვაქვეყნე, სხვა რამე არის როცა დოკუმენტს აქვეყნებ, იმიტომ რომ დოკუმენტის გარეშე არც ერთი ბრალდება არ მქონია მეუფის მისამართით. დოკუმენტი გამოვაქვეყნე და მე უცებ ამგვექნა წავედი იმ ადგილას, რომ ლაივში მენახვებია ადამიანებისთვის რა არის ხო მახსოვს ეგ ლაივი უყურებდი და მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. ხო, მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა ეს ლაივი. ანუ დოკუმენტალურადაც დავადასტურე და ვიზუალურადაც ჩავედი არ დამეზარა და ადგილზე ვნახე ყველაფერი და რა ვიცი. აი მე მართლა მგონია და არა მარტო მგონია, მინდა რომ როდესაც ამ ქუციანობას მოვიშორებთ, ნორმალურ მთავრობა როდესაც შედგება და მათ შორის მე მინდა რომ ამ მთავრობის ერთ-ერთი წევრი ვიყო, როდესაც ახალგაზრდები ვიქნებით მთავრობაში, ახალგაზრდები, რომელიც არათუ ფულის ან რაღაც გავლენის გამო გვინდა პოლიტიკაში ყოფნა, იმიტომ გვინდა რომ დავიღალეთ უბრალოდ და გვინდა რომ ნორმალურ შეწავდეთ ქვეყანა. ხელისუფლებაში და არა გონებრივი რომ ამ ადამიანებს, რომლებიც ამ საერო დანაშაულებს ჩადიან, ხო, პირადად მივახსოვს ყურადღებას, რომ ეს საქმე გამოძიებული იყოს, იმიტომ რომ არ შეიძლება ჯერ რატო არ არიან ესენი განმსწრებელი რატო არის რომ ამათ ხელსაფარები რატო არის რომ ნარკოტიკი ტრიალებს იარაღი ტრიალებს იქ ვიღაცას ბორდელი აქვს გახსნილი და ამ დროს ეს ადამიანი დგას ალბიონზე და მე მარიგებს ჭკუას და მე მეუბნება რომ თურმე ევროპა გარყვნილია და მე რახან ევროპა მინდა ღმერთს ანუ მე ღმერთს თუ ისინი ჩვეულებრივი კრეხელები არიან და ამ რელიგიით ფუთავენ ყველაფერს ძალიან სუდი არის რომ ამ რელიგიით ფუთავენ ყველაფერს და ის ხალხი რომელიც მაგალითად ამაზე ვლაპარაკობთ ეხლა ჩვენ არ ვებძვით არც ეკლესიას არც ჩვენ ეს ადამიანები რასაც ვამბობ ფაქტებით დავადასტურებთ ეს ბრძოლა ეს ადამიანები აშავებენ და ამ დაშავების გამო პასუხი უნდა მოეთხოვოთ ჩვეულებრივად რა და ეგ არის რომ შენ თუ მამაოზე ცუდი რა ღმერთი და რატომ ის მამაო არის ჩვეულებრივი ადამიანი რომელიც ჩემზე უკეთესი უნდა იყოს ათმაგად უფრო უნდა იცავდეს ამ კანონს ხო კანონგარეში არ შეიძლება ადამიანები რომ იყვნენ მონაზვნები და ჩვენც ჩვეულებრივი ადამიანები ვართ ყველანი ერთი კანონმდებლობის ერთ ქვეყანაში არა იმრუშო არ იმრუშო და ხედავთ რომ კასკლას მიმდინარეობს იქ ნუ არ ვიცი ვინმე მოკლიყავ თუ არა მაგრამ ხო დაემუქრა კაცო ადრე დავდე მონაზვნს დაემუქრა რომ მოკლავ ეს რა ვიცი მამაო ისევ შემოსილი არის ისევ მონაზონი იცით რა ეს მონაზონი მას შემდეგ არა ეს მონაზონი მას შემდეგ რაც ყაზბეგში ვიპოვე მე პოლიციამ წამოიყვანა პოლიციაში ყავდათ მე ოჯახის წევრები წავიდნენ და წაიყვანეს კახეთში თავის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და რამდენიმე დღის უკან მას ჩააკითხა დედაო ემილიამ ეგეთი არის მარჯვენა ხელი მეუფესი და მეუფის ბიძაშვილმა და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. სად არის არ ვიცი. რატომ გაიტაცა? სავარაუდოდ იმიტომ რომ ახალი ბრალდებების რაღაც უცებ გამოჩნდა სოციალურ ქსელში და დაიწყო ჩემზე წერა რომ მე პროვოკატორი ვარ და ასე შემდეგ. იცი რა არ არის საინტერესო. რაც უნდა მე დარწმუნებული ვარ რომ მას არ აქვს წომა თავის Facebook-ზე და მისი Facebook-ით ძალიან უცნაური არის. ხაცა ან თავად მეუფე და ამიტომ იმის მაგივრად რომ ამ ადამიანებმა უბრალოდ გაჩუმდნენ და ხმა აღარ ამოიღონ და მოერიდონ საზოგადოებას თავისი ამ მორალური რაღაცა ძალიან მძიმე კომპრომისების გამო. ეგ არის ძალიან უცნაური. პირიქით ახლა მაგათ თუ გონიათ ახლა რომ ვიღაცა ტროლების მეშვეობით ამას თუ დამიწერენ შემეშინდება და ან ეგ ვიღაც საჯარო მოხელე მესტიის კულტურის სახლიდან და რაღაცებს დამიწერს და ჩემს თანამშრომლებს დააბულინგებს ჰომოფობიური განცხადებებით ამის გამო ჩვენ წერას თავს დავანებებთ ეგრე არ იქნება ნამდვილად რა. ეგ არის ძალიან უცნაური რა რომ ადამიანი რომელიც ალადობის მსხვერპლია ადამიანი ჩადის რო იცი რა მასე მიდის ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური ზეწოლა მე ასე ვფიქრობ და რა ვიცი რაღაცნაირად თვითონ უნდა იპოვოს თავის თავში ძალა რომ გამოეხსნას აი ამ
ჯადოებულ რაღაცა ჯაჭვს. ან ხალე ძალადობა, ყველაფერი მიმდინარეობს საპატრიარქოში და ამ დროს ჩვენ არაფერი არ ვიცით. და როცა ჩვენი დრო ვიგებთ, მე მეუბნებიან რომ თქვენ ეკლესიაზე ვწვით და ცუდი ადამიანი. ეკლესია ჯერ პირველი წმინდა ლუკას სახარებაში წერია თუ არ არის რომელიმე ეკლესია ადგილი მიწა ან კერი ან გამოქვაბული, არამედ ადამიანის სული არის ღვთისმსახური. ეკლესია როგორც ასეთი არის ადგილი, სადაც ჩვენ სიმშვიდეს ვპოვებთ, თორე იდეაში ღვთისმსახური არის სული. ის მამაოები არის გადმოღებული ებრაელებისგან, სხვათა შორის იგივე ყავს ებრაელებს და იმ ხალხმა მოითხოვა იესოს წამება. არასად არ წერია, ეხლა ბიბლიაში საწერია მამაოებზე, წერია წმინდა მამებზე, რომლებიც ავრცელებდნენ რელიგიას, იყვნენ მისიონერები. ესე რელიგიას ავრცელებენ კი არა, ნარკოტიკს ავრცელებენ, იარაღი, მკვლელობა, ხელის დაფარება, აბა მოდი საქმე გავარჩიოთ, ანუ ჩვეულებრივი სხანიაკია. ეგრეა. ამ ყველაფერს უყურებთ და პლუს ამას ემატება ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობა. ეს საწავიდეთ რა გავაკეთოთ, ანუ ვერც იქ ვერ მივდივართ, ვერც აქ ავრჩებით. ევროპაშიც ვეღარ წავალთ. ყოველს მაინც ჩვენ მოვიგებთ და სიმართლე აუცილებლად. სიმართლე არ შეიძლება რა სიმართლე მაგ გაიმარჯვოს, აი გამორბოროტებას გამორიცხულია და სიბნელეზე აი ეგ ერთი მომენტი არის ყოველთვის ვიზახი, რომ ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია, რატო ჩვენ არ ვიბრძვით რაღაცის მოსაპოვებლად, აი როგორც არის ძალაუფლება, ან ფული, ან ჩვენ ვიბრძვით გადარჩენისთვის. ადამიანი როდესაც გადარჩენისთვის იბრძვის, ის აკეთებს თავის მაქსიმუმს, რომ ყველაფერი შეძლოს რომ გადარჩეს, იმიტომ რომ მისი ბუნებრივი მოთხოვნება რომ გადარჩეს. აი ეხლა ჩვენ ვცდილობთ რომ გადავრჩეთ. გადავრჩებით აუცილებლად. ყველანაირი პრობლემა გვაქვს ეხლა. პლუს ამას დაემატა ის, რომ აი სტუდენტები მათ შორის მინდა რომ გაიგონ იმ ადამიანებმა, რომელსაც ვეუბნებოდი რომ აქციაზე რატო არ დადიხარ და მე ლექციაზე უნდა ვიჯდე და შენ თუ არ ხარ კარგი სტუდენტი და ლექციაზე არ ზედა. შემიძლია გავახარო და უთხრა, რომ ჩვენ დიპლომს აღარ აღიარებენ, უკვე ძალიან ბევრი ევროპის ქვეყანაში და უნივერსიტეტში. და ის დიპლომები, რომლებიც აიღეს, შეუძლია საქართველოში გამოიყენონ თუ იპოვეს სამსახური. იმიტომ რომ სამსახურის მოძებნაც ძნელია. ბატონო. პროფესიით რა საქართველოს 80% პროფესიით არ არის დასაქმებული. იმიტომ რომ არ არის სამშობლო. და პლუს ამას იმას ფიქრობდით, რომ ყველა ახალგაზრდა ყოველთვის რატოღაც ფიქრობთ იმას, რომ ის რა აი ხა ევროპაში წავალ, იქ კიდე დავამატებ განათლებას, ვისწავლი, უფრო მეტი კვალიფიკაცია მექნება და ვიმუშავებ იქ ცოტას ფეხზე წამოწევ და მე დავბრუნდები. იქაც ვეღარ ვიმუშავებთ ჩვენი პროფესიით. ან ვეღარ გავაგზავნებთ იქ სწავლას, იქ რო ჩავედით, ახრიდან უნდა დავიწყოთ სწავლა. მაშინ აქ რატო დავხარჯეთ 4 წელი, 6 წელი, მუშა დოქტორატურა კიდე უფრო მეტი წელი. და ეს სიტუაცია არის. და ამ დროს ის კი იმაზე კი არ უნდა ვიყოთ, რომ ისი რა მაგალითად აი სადაც ხალხი არის იქაც ჩვენ აი მაგალითად თუ იზახია რომ იღასები კარტოფილს იღებენ და ჩუმად არიან. არა. აი იმას რო იზახია რომ ის აი ჩემი ერთის მისვლა რას გადაწყვეტ. არა, უნდა გახვიდე და უნდა გააკეთო. ერთი ხმა შეიძლება იყოს. კი. და პლუს ამას მინდა ვისაუბროთ აი აქციებთან დაკავშირებით. იმიტომ რომ აშკარად ხედავთ რომ ნუ ხალხი არ იღლება, ეცვლებიან ერთმანეთს, მაგრამ მე ცოტა ისეთი შთაბეჭდება მექნება რომ მე მჭირდება კონკრეტული გეგმა. ხო, აი კონკრეტული გეგმა. სადაც დავიწყებთ და დავასრულებთ. დავიწყებთ მაგალითად შიმშილობა, რომელიც დაიწყო 5 ადამიანმა, მე გულწრფელად გეტყვი, როდესაც ძალიან ხოშტარიან შიმშილობა გამოაცხადა, ფიქრობდი რომ ერთი 100 კაცი იქ ეგ იყო გეგმა, რომ დაჯდებოდა საშიმშილოდ აქცია, რომელიც ალმაზ ურაბიშვილმა შეკრიბა, დარჩებოდა რუსთაველზე და იქნებოდა კონკრეტული მოთხოვნები ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებით. ეს იყო ჩემი მოლოდინი, როდესაც და აქციის დღესაც დავწერე, რომ თუ ისევ სეირნობას აპირებთ, შედეგი გვინდა და გვინდა გეგმა. აღმოჩნდა რომ აქციაზე მივიდა გაბრაზებული სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც თქვა რომ არა არ არსებულ გეგმას მთხოვთო, საჭიროა ერთობაო, რომ საჭიროა ჩვენს ვიცით. ძალიან დიდი ხანია, უბრალოდ ეს ერთობა არ გამოდის აი პოლიტიკური სპექტრის პირობებში. და ხალხი რო არ იღლება, ეს არის კარგი, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ ადამიანებს სჭირდებათ მე იცი რა სჭირდებათ ფინალი, როგორ მივდივართ ამ ფინალისგან, როგორ ვცვლით ხელისუფლებას და აი ამ სეირნობით არ იცვლება ხელისუფლება, არ ყოფილა ეგეთი პრეცედენტი რუსთაველის ქუჩის ისტორიაშიც კი და რუსთაველის გამზირის. მე როცა მე აიცი რა, შენი რეცეპტი როგორ არის და იქნება გვითხრა. ხო, მე მაქვს ეს რეცეპტი და ვამბობ კიდევაც ძალიან ხშირად. მაქსიმალური მობილიზება საქართველოს მასშტაბით
ამას აქ სასტუმროებში და ეთერებში კეკლუცით ვერავინ ვერ გააკეთებს, ერთ-ერთი პოლიტიკური ძალა უნდა ჩაიცვას ეს არაფრიან ქალამნები და უნდა წავიდეს და შემოიაროს მთელი საქართველოს ყველაზე უკიდურეს სოფელშიც უნდა მივიდეს და იმ ადამიანმა უნდა იცოდეს რომ მას აქვს იმედი ტელეფონის ნომერი აქვს რომელიღაცა ლიდერის რო გაუჭირდეს რომ დაურეკოს და ამის მერე მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა მოხდეს მობილიზება, აბა დადგეს 100,000 კაცი რუსთაველზე და დადგეს ფეხმოუცვლელად ერთი კვირა თუ არ იქნება ცვლილებები და თუ არ წამოვლე ამ პროტესტების კონცნების პირობებში ყოფილა ეგეთი პრეცედენტები და ჩვენ შევქმნით ეს პრეცედენტი, როდესაც ზაზას არალიძის საქმეზე ფეხმოუცვლელად ვიდექით ქუჩაში ამდენი ასეული ადამიანი და მიუხედავად ბულინგისა და ყველაფრისა მთავარი პროკურორი თანამდებობიდან გადადგა და გამოძიება დაიწყო და ასე შემდეგ. შეიქმნა პრეცედენტი გავრილოვის ხამეს, როდესაც ირაკლი კობახიძე გადადგა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან, იმიტომ რომ ხალხი იყო ძალიან გაბრაზებული და იდგა ქუჩაში და არაპირებდა დაშლას და დათვის ტყვიებით მართლა მოუხდა ადამიანების ხო, იყო, აი, როდესაც არის მოუსყიდავი ლიდერები, რომლებიც იბრძვიან ისე, რომ არ მიდიან რაღაც კომპრომისებზე, ხელისუფლება ყოველთვის მიდის თვითონ დათმობაზე და კანონი გაიწვიეს, მაგრამ მე რაღაცნაირად ეს პროტესტი დაიქსაქსა, მე გაჩნდა რაღაცა გარკვეული ჯგუფები, რომლებსაც ერთმანეთთან თანაარსებობა არ შეუძლიათ, პოლიტიკური ლიდერები, რომლებსაც ზოგს არჩევნებში არჩევნებზე მოუნდა წავსვა და ზოგს ბოიკოტი და ჩვენ, იცი რა, ჩემი ყოველთვის დავაყვედრი ყველა იმ ოპოზიციონერს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს, იმიტომ რომ ის ბოიკოტი, რომელიც იყო დაწყებული, ეს ბოიკოტი რომ გაგრძელებული იყო 2 კვირა ბლინკელი ჩადიოდა უკრაინაში და შემდეგ გიგაჩერება აუცილებლად იქნებოდა საქართველოს და მე მინდა ყველა იმ პოლიტიკოსმა სალომე სამადაშვილით დაწყებული, სალომე ზურაბიშვილით დამთავრებული და იქ კარწინკა მიშელის გვერდზე ვინც კარწინკა მათთვის გასაგები ენაა იდგნენ და ხელი მოაწერეს იმ აქტს, რომ პარლამენტში უნდა შესულიყვნენ, ყველა მათგანის პასუხისმგებლობა ის რეალობა, რაც ჩვენ მაშინ არ შესულიყვნენ, ეხლა შედარებით სხვა სიტუაცია იქნებოდა იქ გამომდინარე. ეხლაც იგივე სცენარი თამაშდება, უბრალოდ ეხლა აღარ სჭირდებათ. კი, ახლა სულისვით მიდიან დიქტატორისგან და ეხლა აღარც აინტერესებთ უბრალოდ რომელი ოპოზიციონერი რას იზავს და ვის რა პოზიცია აქვს. პერსონალურ შურისძიებებზე არიან გადასულები, პერსონალურად ვიღაცა არ მასწორით იჭერენ, პერსონალურად ვიღაც მიმართ ანგარიშწორება უნდა ანგარიშის სწორება. აი გარი ამბავი კიდე და ის რომ აი ლიდერის თემას რო ვეხებით რა. ძალიან ლიდერია. ლიდერს ქმნის პროცესი. კი, მაგრამ ვარდების რევოლუცია შენ პატარა იქნებოდი ალბათ 2003 წელს. ერთი წლის ვიყავ. ერთი წლის, ხო? თუ არ შეიძლება არც ვიყავ ერთი წლის. ვარდების რევოლუცია დაიწყო 300 კაცით ქუჩაში. გაყალბებულ არჩევნებს სულ 300 კაცი აპროტესტებდა, მაგრამ თანმიმდევრულმა ნაბიჯებმა და სხვათა შორის უცხოელმა ელჩებმა დიდი პროტესტი არ გამოუთქვამს არჩევნების შედეგების აღიარებაზეც და მილოცვებსაც იყო ლაპარაკი, როდესაც ეს პროტესტი დაიწყო. იმ 300 კაცმა თანმიმდევრულმა ნაბიჯებმა ლიდერების კოორდინაცია მოიტანა ის, რომ საერთაშორისო მხარდაჭერაც მიიღეს, ეს 300 კაცი 300,000 კაცად გადაიქცა და ხელისუფლებაც შეიცვალა. ლიდერს შობს პროცესი. აი ესე მე ხა ლიდერი ვარ და მინდა რუსთაველის აქციის ლიდერი ვიყო, ეგრე არ ხდება. თანმიმდევრული პროცესია და თანმიმდევრული ურთიერთობებია. და რაც თავარი ადამიანებს არ უნდა მოატყუო. და იცი რა, როდესაც მაშიმშილად ჩდები, რაღაცა 5 კაცი და 2 დღეში ეს შემშილობა წდება, ისე რომ არანაირი შედეგი არ ყოფილა, მემორანდუმი გააფორმეს პარტიებმა, ვინ პარტიებმა, რომლებიც ისიაც არ მიდიოდნენ ადგილობრივ არჩევნებზე, ხო? და ლელო და გახარია ისევ დარჩა ამ მემორანდუმის მიღმა და როცა ვერ იგებ ეს რა შედეგებია დათვლიდან სრულიად მოულოდნელად მე სხვაგვარად მთავრდება, ეს ადამიანებში კიდევ უფრო მეტ იმედგაცრუებას და კიდევ უფრო მეტ უნდობლობას იწვევს. მე იმას სულად არ მიიღებენ, ამას ვდავდებ, მაგრამ ყოველთვის ვფიქრობ, რომ შიმშილობას არ აქვს აზრი. ადამიანი, რომელიც ყველანაირად ცდილობს, რომ შეგავიწროოს და მთავრობა, რომელიც ყველანაირად ცდილობს, რომ წიხი დაგაჭიროს, იმას აწყობს შე რომ იშიმშილო. იმიტომ რომ ძალა აღარ გიქნება და ან უნდა იშიმშილო ისე როგორც ირლანდიელებმა თავის დროზე, ან ესეთი რაღაცა ლოკალური შიმშილობის აქციები. ხო, 10 კაცი, 20 კაცი და 100 კაცი აზრი არ აქვს. შედეგი არ არის. ან თელმა საქართველოს მასშტაბით თუ გაკეთება და რაღაცა. პატარა ჯგუფების შიმშილობას აზრი არ აქვს. მესმის თქვენი თავგანწირვა, გიფასებთ, მაგრამ უბრალოდ ვერ მივდივართ ასე ვთქვათ შედეგამდე რა და პლუს ამას აი ლიდერებზე მინდოდა თქვა რომ ძალიან ბევრი ლიდერი ყავს. კი. ყოველი მეორე არის ლიდერი. ოღონდ არ ვიძახი მე ამას იმ ყოველთვის ვიძახ ხოლმე რომ ყველა ლიდერი არის იმითი რომ ყველა ვინც აქციაზე გამოდის და თავის აბურსდებს, ყველა ლიდერი არის. თავის წილი ყველა ლიდერია. მაგრამ ქვეყანაში სადაც
3 მილიონი მოსახლეობა ყავს და ამ 3 მილიონიდან 100,000 პოლიტიკური პარტია არის და ყველა ლიდერია და თან პლუს ამას ერთმანეთთან ვერ თანამშრომლობენ. გახსოვთ დაპირებები, აი CSKO-სთან ახლა იქნება ალყა შედეგების დროს გამოცხადების აი დროს. უნდა ყოფილიყო. და CSKO-სთან ალყა არისო, რაღაცა 30 კაცი დაბოდიალობდა იქ. მერე პარლამენტის პირველ ხდომას თარიღები რო დაკიდეს რა, რამდენიმე ოპოზიციამ პარლამენტის პირველ ხდომას ჩავშლით და არ იყო ეს პარლამენტის ხდომა არ ჩაიშალა პრეზიდენტის ინაუგურაციას არ ჩავატარებინათ. მე პარლამენტის პირველ ხდომაზე წინა დღეებში ვთქვი ეგეთი რამე რომ ბიძინა ივანიშვილი არ მიდიოდა ივანიშვილი. ახლა ამაზე მეტი ფუფუნება რა უნდა ყოფილიყო ოპოზიციისთვის, ხო? ეძებ ადამიანს, რომელსაც ვერ პოულობ, არ იცი აქცია სად მოუწყო და აღარ მოდის პარლამენტში, იმიტომ რომ სიაში იყო და ყველა ლიდერი იყო ადგილს. მე ვთქვი რომ ივანიშვილი არ მივა პარლამენტში იმ ფონზე, რომ გარეთ იყოს დარბევა და გაზი და ტყუიები. არიზამს ამას თქო რა, ან გაიასნებული აქვს ოპოზიციასთან, რომ იქ არაფერი არ მოხდება, უპრობლემოდ შევლენ და დაასრულებენ ხდომას და გამოვლენ, ასეც მოხდა რეალურად. ან უბრალოდ არაფერი არ მოხდება თქო რა და ასე იყო ზუსტად. ყველაზე მნიშვნელოვან დღეს პარლამენტის პირველი ხდომის დღეს რუსთაველზე ხალხი არ იყო. აი კიდე ერთი რაღაცა. და ისევე როგორც პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს ინაუგურაცია და არჩევნები პრეზიდენტის თუ რა ვიცი რაც იყო რუსთაველზე პარლამენტში ტარდებოდა და სალომე ზურაბიშვილმა ადამიანები დაიბარა ორბელიანის მოედანზე და როცა ყველა პროცესი დასრულებული იყო იქ მერე გადმოინაცვლეს რუსთაველს. მე ვაპატიეთ, მაგრამ ბევრი რამე მაქვს ამ ქვეყანაში ნანახი 30 წელი ამ პროტესტებს ვუყურებ და ბევრი კულუარული ინფორმაცია ვიცი და ბევრი განვითარების სტრატეგიაც ვიცი, გადაგდებების და გარიგებების მინახავს ეს და ჩემს თვალწინ ხდებოდა ეს ამბავი და ამიტომ შესაბამისად თავისთავად ცხადია რომ ნეგატიურად ვიქნები განწყობილი ამ პროცესების მიმართ და ოპოზიციის კრიტიკა რატო არ შეიძლება? უკაცრავად ხოცების კრიტიკა თუ შეიძლება, ოპოზიცია რატო არ უნდა ვაკრიტიკო? რატომ მე ვაკრიტიკებ ყველას და ყველაფერს იქიდან გავდივარ, რომ მე თვითონაც ოპოზიციაში ვარ და რავი, ხელისუფლება არასოდეს არ ყოფილვარ და არც ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების დროს არასოდეს არ ვეკუთვნოდი და ვიცი რა, სასამართლოში, ეხლა ვაივიში რომ იყო, ძალიან ცუდი რამეა, რომ სასამართლოში გადაღება აიკრძალა, რომ ტელეფონი შეტანაც აიკრძალა და აუდიო ჩაწერაც არ შეიძლება. ნაციონალური მოძრაობის დროს ზუსტად ასეთი რამე ხდებოდა სასამართლოში. ბლოკნოტებით და პასტებით მივდიოდით სასამართლო პროცესზე, როცა მივდიოდით და ტელეფონებისთვის იყო სპეციალური კარადა და თაროები, სადაც ტელეფონებს გვატოვებინებდნენ იქ. და ოცნება დაადგა ზუსტად იმ გზას, რასაც ნაციონალური მოძრაობა აკეთებდა, რაც არ მოგწონდა და რის გამოც ხელისუფლება შეიცვალა. ბევრი მომენტი იყო ასეთი სასამართლო დარბევები, ადამიანის უფლებები, სასამართლოს ჩაკეტვა, არასწორი სამართალი, ყველაფერი გაიმეორეს გადაჭარბებულ ხარისხში. ანუ გააზრეს რატო ხდება იგივე? იმიტომ რომ ის ხალხი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის აგერ არიან ახალანი ხელისუფლებაში. ისინი არიან ხელისუფლებაში და აი ხო ეხლა რა, აი ყველაფერს მათ შორის აბრალებენ ხოლმე მიშას. აი მიშა იყო პრეზიდენტი და მიშას უნდა ეკონტროლებინა. ანუ მიშას რამდენი უნდა ეკონტროლებინა. ეხლა მე ვერ მეტყვია რომ ასე ვთქვათ მიშას ვაქებ და ვადიდებ ხოლმე, მაგრამ არის რა, ყოველთვის ყველაფერს ერთი კაცი ვერ აკონტროლებს რა. ეს ადამიანები რომლებიც შავებენ, ეს სისტემა უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი, რომელიც იქნება განსხვავებული და არაპერსონალიზაცია. 2012-ში გადაპორტირდნენ ეგრევე, აი ეს მოძალადე ბადრაგები, აი ეს მოძალადე პოლიციელები, მოძალადე მოსამართლეები, ეხა ამათან არ არიან? ეს მურუსიძეებია, ნუ რო არ მოსწონდათ. რის გამოც ნაციონალური მოძრაობა გაუშვეს მთავრობიდან და სხვათა შორის წავიდა, როცა მით უმეტეს შეეძლოთ კიდე დარჩენა, იმიტომ რომ ყველანაირ ძალაუფლება ჰქონდათ მაშინ და წავიდნენ. ანუ იმ ხალხის გამო წავიდნენ ესენი. ამათმა ესენი ადგილ გადმოიპორტირეს ჩვეულებრივად რა და ისევ იმ ხალხს ვებრძვით. და ამ დროს გამოდიან და ხო ანუ მე ვარ ნაციონალურ მოძრაობაში და მე მეძახის ადამიანი რომ შენაცოვო რომელსაც ამ პარტიისთვის თავის დროზე თანხა აქვს შეწირული. თანამდებობა ჰქონდა. ანუ ადიდებდა მიშას ადგილძელოს სკამზე ასულისწავდა. ვანო მერაბიშვილის ადგილძელოს ნანახი მყავს ხალხი, რომელიც ვანოს ადგილძელოს სკამზე ასულისწავდა. და ანუ ჩემზე მეტი ნაციონალები არიან. და ესეთი ტრადიცია მაქვს, რომ ყველას ვართვენ ხოლმე ხელს პოდკასტის შემდეგ. დიდი მადლობა. და ძალიან გამიხარდა რომ მოხდა. ბევრი ხანია რასაც უყურებ შენს აქტიურობას და მიხარია რომ ეხლა ამ ფორმატში გადაწყვეტა რომ ცადობეთი. ყველგან მინდა რომ ვიყო, იმიტომ რომ სიმართლე მინდა რომ გამოვაჩინო. ნახავთ. ნახავთ.